ერთი კვირის შემდეგ ჩვენ კვლავ აუდიო მობილში ვართ. ნიკა როგორ ახარ? კარგად მიშა თავად. მეც არა მიშა. საბა, რა სიახლეები გაქვთ მიხარით? ხედავ მე კარგ ავტომობილებს ჩვენს უკან და იმ G-Class, რომელიც უკვე თქვენ დაასრულეთ. კი ბატონო, პრაქტიკულად G-Class დამთავრებული არის, ელოდება თავის ფლობელს. როგორც კი მოვა გავატანთ მანქანას დასრულებულს უკვე. ანუ რა გავუკეთეთ? სალონი მთლიანად შევუგერეთ, უკან სავარძელი ამოუღეთ თავისი უკომფორტო დივანი, ჩაუდგით BMW მე-7 სერიის წინა სავარძელი. ანუ ეს ის G-Class-ია, რომელიც Mercedes-ში ჩავაყენეთ 2 წელი BMW-ს მე-7 სერიის სავარძელი. დიახ. გამოვიყენეთ მასალები, იცით ალბათ, ნატურალური ტყავი და ალკანტარა ორივე წითელი ფერის. გავაწყვეთ თეთრი ნატურალური ფერით ცოტათი და გადავახალისეთ მანქანა. და Mustang-ი და ჩვენი Toyota. ეს Ford Mustang-ი Shelby 3 წლის წინ გავაკეთეთ მისი სალონი და აუდიო სისტემა. უბრალოდ დავიბარეთ, თხოვეთ რომ მოეყვანა ჩვენს სტუმარს, რომ გადაგვემოწმებინა ამ 3 წლის მერე რამე ხარვეზები შეინიშნება თუ არა სალონში. დავწმუნდით ჩვენს და მფლობელიც, რომ არაფერი ხარვეზი არ შეინიშნებოდა. დეტალურად თუ შეგიძლია გითხრა და გავუკეთეთ ამ. კი ბატონო, პირველ რიგში 3 წლის წინ ცენტრიდან გამოყვანილი ავტომობილი იყო, საღებავი დაუზიანებელი ჰქონდა და შევფუთეთ გამჭვირვალე მატი ფირით, რომელიც მოუხდა ძალიან დამშვენდა. ფერს იგივე სტოვებს მანქანის, უბრალოდ ჭვირვალებას უკარგავს და ხდება ესეთი გლუვი ფერის. რაც შეეხება სალონს, სალონში მისი პლასმასის დეტალები შევფუთეთ ალკანტარით და ნატურალური ტყავით, რომელიც იყო ორი ფერის, მუქი შავი და წითელი. და ალკანტარა მე მგონი უფრო ისიც შავი, ხო? ისიც კი, მუქი შავი და მისი დეკორატიული ზედაპირები გავაწყვეთ ნატურალური კარბონით, შავი ფერის ისიც. აუდიო სისტემას თქვენ თვითონაც ხედავთ, როგორი მაღალი ფოტოშორის აი ეს ბასავი კი ეგრეთ წოდებული საბარგულში ან ნახევარ საბარგულს იტოვებს, იკავებს თითქმის და როგორც ვიცი სათადარიგო საბურავი აღარ აქვს. სათადარიგო საბურავი აღარ აქვს, მაგრამ იმდენად სუფთა და იმდენად ხარისხიანი მუსიკაა, რომ დამეწონეთ ღირს მისი გაკეთება, თუ კი მუსიკის მოყვარული მელომანი ძანები. მე მინდა ჩემაყურებს უთხრა, რომ რამ მომეწონა ყველაზე ტორპედო, ტყავის აი წითელი ძაფით გაფორმებული და კარბონი, რომელიც ნატურალური კარბონია და სხვათა შორის მე მგონი მარტო თქვენთან კეთდება, ხო? კი ბატონო და ძალიან მოუხდა ამ ავტომობილს ეს ყველაფერი. ფირიც გადაკრულია ზევიდან. გამჭვირვალე მატი ფირი, რომელმაც უკვე 3 წლის წინ გადაკომა ფირმა, აგერ ხედავთ როგორ იმუშავა. და Land Cruiser-ი. Land Cruiser-ი ერთ-ერთი ახალი შეკვეთა არის, მას ქონა უბრალო ნაჭრის სალონი, გავუკეთეთ ალკანტარის სალონი, მთლიანად, ანუ სავარძლები, კარის ჩადგმები და ჭერი. ჭერიც ალკანტარის. კი ბატონო. და მე მაინტერესებდა ჩვენ მაყურებელსაც რა ბედი ეწია იმ Hammer-ს, რომელიც მე გადავჭერი შუაზე იყო. გრძელი დაახლოებით ჩემი 10 მეტრამდე და ეხლა რა პროცესია. ის Hammer-ი, როგორც თქვენ, ასევე მაყურებელს ვეთქვი, რომ უკვე გადაჭრილი არის თქვენი დახმარებით. მიმდინარეობს შეერთება წინა და უკანა მხარის და მომავალ გადაცემებში აუცილებლად იხილავთ. ანუ ისევ დამოკლებულია და მიდის უკვე სალონის გაკეთება, ხო? აი, მაშინ მე ერთი კვირით დაგემშვიდობები, ისევ გამოგივლით, იმიტომ რომ ჩვენი მაყურებელი ძალიან ჩართულია ამ ყველაფერში და სულ წერენ, გვირეკავენ და აინტერესებთ რა ხდება და აუცილებლად ამ ყველაფერს მივაწვდით თქვენი წყალობით. კარგი, დროებით. დროებით, კარგად. კარგად.